რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ ინტერვიუ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან დევიდ მაკალისტერთან, რომელმაც დებატების დაწყებამდე ჩვენთან ინტერვიუში დაასახელა ის ძირითადი საკითხები, რაზეც მსჯელობა გაიმართება სტრასბურგში ევროპარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან და რაც იქნება მისი მთავარი სათქმელი არა მხოლოდ ოლიგარქის რეჟიმისთვის, არამედ ევროპარლამენტარისთვის. მაკალისტერი პირდაპირ ამბობს, რომ მათ ექნებათ რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გააჟღერეს როგორც ნოემბერს დამტკიცებულ რეზოლუციაში და რომელსაც ასევე დაამტკიცებენ მომავალ რეზოლუციაში, რომელიც თებერვალში დამტკიცდება ევროპარლამენტარების მხრიდან და მთავარი მოთხოვნა იქნება ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. მაკალისტერი ამბობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დედაქალაქის მერს კახაკალაძეს, პრემიერ-მინისტრს და ყველას, ვინც საქართველოში პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსლის გამო და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დანგრევის გამო. ევროკავშირმა უნდა გაყინოს ყველანაირი აქტივი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ევროკავშირის ტერიტორიაზე აქვს და ეს არის ევროპარლამენტარების მთავარი მოთხოვნა. რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის არჩევნებს ევროპარლამენტი არ აღიარებს და ეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მაკალისტერმა და პირდაპირ თქვა, რომ ერთადერთი გამოსავალი ეს არის 1 წლის თავზე ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და რომელიც იქნება ევროპული სტანდარტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა არ შესრულდება ეს მოთხოვნები, საქართველოს ერთი ნაბიჯითაც კი ვერ წავა წინ ევროკავშირის გზაზე და უფრო მეტიც საქართველოს ხელისუფლება კვლავ დარჩება იზოლაციაში, რადგან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როგორც ინდივიდუალურადაც ასევე ევროკავშირის მხრიდანაც შეაჩერებენ ყველანაირი ტიპის პოლიტიკურ კომუნიკაციას თუ კონტაქტს ოლიგარქის სანქცირებულ რეჟიმთან. And when it comes to the questions of sanctions, როცა საქმე ეხება სანქციებს, რეზოლუციით, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ 28 ნოემბერს, ევროპარლამენტმა დაგმო არჩევნების შედეგები, რომელიც არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ჩვენ ვხედავთ მკაფიო დემოკრატიულ უკუსლას საქართველოში, რომელზეც სრულიად პასუხისმგებელი მმართველი პარტია ქართული ოცნებაა. ამ რეზოლუციაში პარლამენტმა უარყო ნებისმიერი აღიარება საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა. ჩვენ ვართ ძალიან მკაფიო, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს უახლოესი 1 წლის განმავლობაში საერთაშორისო დაკვირვებების ქვეშ, დამოუკიდებელი ადმინისტრაციის მიერ. რეზოლუციით ჩვენ უწოდებთ ევროკავშირს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსლაზე, საარჩევნო კოდექსის დარღვევასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებაში. ეს ასევე მოიცავს სანქციებს პრემიერ ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის, პარლამენტის თავმჯდომარის და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საბოლოოდ ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია. მიიღებენ თუ არა ერთიან გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა საქართველოში მკაფიოა. მე როგორც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელი გადავცემ მამაც ქართველებს, რომლებიც ქუჩაში ყოველდღიურად გამოდიან, რომ თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ თქვენთან ვართ. ჩვენ მოუწოდებთ ევროკავშირს, რომ კაცრად გაწყვიტონ ევროკავშირის დონეზე ყველა პოლიტიკური კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს 1 წლის თავზე, რადგან ის არ ჩატარებულა სათანადოდ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა უკვე მოუწოდა ევროკავშირს, რომ გაყინონ ივანიშვილის ყველანაირი აქტივი, რომელიც მას ევროკავშირში აქვს. მისი როლის გამო პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებაში. ესეც თავის თავში გულისხმობს, რომ უნდა მოაშოროს საქართველოს რუსული ინტერესები. მე საქართველოში არაერთხელ ყოფილვარ და ვხედავ, რომ ქართულ ხალხს არ უნდა იყვნენ რუსული გავლენის ნაწილი. მათ არ უნდათ იყვნენ კრემლის წნეხის ქვეშ. მათ უნდათ ევროკავშირში. ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიოდ კურსის ცვლილებას მმართველი პარტიისგან და ეს ასევე მოიცავს მოსკოვისგან დისტანცირებას და ევროკავშირის დღის წესრიგში ყოფნას. ევროპარლამენტის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ევროკავშირი არაკეთებს სათანადოდ, არ მუშაობს სათანადოდ, რათა გააძლიეროს წნეხი ოლიგარქის რეჟიმზე და მოუწოდებენ, რომ იმოქმედონ შეერთებული შტატების მსგავსად, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი სანქციების დაწესება ევროკავშირისთვის არის რთული, ამიტომაც გამოსავალი ევროდეპუტატების თქმით არის ეროვნულ სანქციებში, რომელიც შეუძლია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ინდივიდუალურად დაუწესონ ოლიგარქის რეჟიმს. თავის მხრივ ევროპარლამენტი აკეთებს ყველაფერს, რაც მათ ხელშია, იმართება ხშირად დებატები და განსაკუთრებულ ყურადღებით
ყურადღებას იჩენენ საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და დაამტკიცებენ რიგით მე-6 რეზოლუციას, რომელიც ასევე მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და ასევე რეჟიმის არაღიარებას, ისე როგორც ამას აკეთებს შეერთებული შტატები. დასაკარგი დრო არ არის, ეს არის ევროპარლამენტარების მთავარი სათქმელი და თავის მხრივ ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა მოусმინოს ხალხს, უნდა მოусმინოს ევროკავშირს, თუ რა თქმა უნდა საქართველოს კვლავ სურს დაუბრუნდეს ევროპულ გზას. ევროპარლამენტარებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ახვევს რუსეთს და დავალებებს იღებს კრემლიდან, თუმცა ქართველი ხალხის მთავარი სურვილი არის ის, რომ გათავისუფლდნენ რუსული მარწუხებისგან, კრემლის გავლენებისგან და დაუბრუნდნენ ევროატლანტიკურ გზას. We will deliver this message for sure. მე ჩემს გამოსვლაში გავაჟღერებ მესიჯს, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება და არ გადგნენ გვერდზე იმ მოცემულობიდან, რაც საქართველოშია. არ უნდა აღიარონ ქართული ოცნების რეჟიმი, შეწყვიტონ მათთან ყველა ტიპის პოლიტიკური კონტაქტი, იმ შემთხვევის გარდა, თუ ისინი დათანხმდებიან ახალი არჩევნების ჩანიშვნას საქართველოში. ახალი არჩევნების გარეშე მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს. საქართველოში ვითარება უარესდება. ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული მთავრობა ვერაცნობიერებს და ვერიგებს, რას ითხოვს ხალხი ქუჩაში. მას შემდეგ, რაც ნოემბერში დავამტკიცეთ რეზოლუცია, ევროკავშირმა მიიღო ახალი გადაწყვეტილებები. ახლაც იმავეს გავაკეთებთ. დღეს დებატებს გავმართავთ, ახალ რეზოლუციას კი თებერვალში დავამტკიცებთ. მნიშვნელოვანია შევაფასოთ სიტუაცია და გავაჟღეროთ მკაფიო მესიჯები, რა უნდა ქართველ ხალხს. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. ჩვენ არ ვაღიარებთ ამჟამინდელ მთავრობას. არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რაც წინა რეზოლუციაში აღნიშნეთ. ქართულმა ოცნებამ მიიტაცა ყველა ინსტიტუტი საქართველოში, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტიც. ჩვენ უნდა მივიტანოთ ევროკავშირამდე მთავარი მესიჯი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. ვხედავ, რომ ის ძალიან კარგად წარმოადგენს საქართველოს შეერთებულ შტატებში. She is representing very well now country in the United States. არავის გამოურიცხავს ის, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სანქციების დაწესება. ეს შეიძლება იყოს გზავნილი ქართული კოშმარის შიდა წრის წარმომადგენლების, მასთან დაკავშირებული პირებისთვის, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესება შენგენის ვიზის გაცემაზე. თუ ერთი წევრი სახელმწიფო შეიყვანს ამა თუ იმ პირს პერსონა ნონ გრატების სიაში, არასასურველი პირების სიაში, ეს ნიშნავს, რომ ვერც სხვა სახელმწიფოები გაცემენ მასზე შენგენის ვიზას. ასე რომ ესეც კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. დებატები ევროპარლამენტში 4 საათზე გაიხსნა. საქართველო არის, როგორც უკვე გითხარით, რიგით მე-6 საკითხი. ახლა ევროდეპუტატები მესამე საკითხზე მსჯელობენ, შესაბამისად უახლოეს საათებში გაიმართება ძალიან მკაცრი დებატები და ასე ვთქვათ, კრიტიკული დებატები საქართველოს შესახებ. გამომსვლელების სიაში 27 ევროდეპუტატი ჩაეწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ კრიტიკა სტრასბურგიდან იქნება ძალიან მწვავე, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ასევე ევროპარლამენტისთვის, რომ უნდა გააკეთონ საკმარისი, რადგან აშკარაა, რომ ევროპარლამენტი არ არის კმაყოფილი ევროკავშირის მუშაობით საქართველოსთან მიმართებაში და ამიტომაც ისინი ევროპარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან მოუწოდებენ ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს, როგორც ევროკომისიას, ასევე ევროპულ საბჭოს, რომ ერთ საერთო გადაწყვეტილებაზე შეჯერდნენ და სანქციები დაუწესონ ოლიგარქის რეჟიმს.